სწორი პასუხი. ეკრანზე. საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი, მკურნალობა და დიაგნოსტიკა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, ექსკლუზიური ფასები. ეტალონის თანამოაზრეა APM ტერმინალ სპოტი. საიმედო გზა გლობალური ეკონომიკისკენ. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. წლის ეტალონ მასწავლებელს ავტომობილი საჩუქრად. ეტალონის მეგობარია კულ 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. ეტალონის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. ბალუ და თუნიას ჰაეროვანი ბისკვიტი. ტკბილი ქვეყანა. ეტალონის პარტნიორია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. ეტალონის თანამოაზრეა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. გამულიშვილებო, მოგესალმებით და სიამოვნებით ვამბობ ამ ფრაზას, რომ ყოველ კვირას, ახლა უკვე გაცილებით მოსახერხებელ დროს, დილის 10 საათზე, ყველანი ტელეეკრანებთან იმედის ეთერს მიუხედით და 1 საათი გამოყავით ეროვნული გადაცემისთვის. გადაამოწმეთ საკუთარი თავი და არა მარტო საკუთარი თავი. აქვე გეტყვით, რომ ეტალონში ეროვნული პრინციპები და იდეები არ იცვლება. ჩვენი პარტნიორები მხოლოდ ის კომპანიები არიან, რომლებიც არა მარტო თავიანთ საქმეს აკეთებენ ძალიან კარგად, არამედ აი ასეთ განათლებულ თაობაზე ზრუნავენ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ კერძო სკოლა. მას ეწოდება აი ასე. საქართველოში უკვე მას კარგად იცნობენ, იმიტომ რომ ეს სკოლა ჩვენთან უკვე მესამედ მონაწილეობს და პირველია, რომელსაც პატივი ერგო, რომ მესამედ მოვიწვიოთ ჩვენთან სტუდიაში. ეს გახლავთ GLC, საქართველოს სასწავლო ცენტრი, GLC, რომელსაც უკვე მთელ საქართველოში 3 ფილიალი აქვს. ეს გახლავთ თბილისი, ზუგდიდი და ქობულეთი. ჩვენმა ახალგაზრდა სტუდენტებმა, შემოქმედებითი ჯგუფის ახალგაზრდა წევრებმა შეისწავლეს ამ სკოლის მიზნები, გავლილი პერიოდი და გადაწყვიტა, რომ სკოლას მიენიჭოს სპეციალური ტიტული. 2011-2012 სასწავლო წლის ეტალონი კერძო სასწავლებელი. ამ ტიტულს სპეციალურ დასტურს აუცილებლად სულ მოკლე ხანში გაჩვენებთ, ჩემო ბატონო, მანამდე კი გეტყვით, რომ მარინე დეკანოიძე, ამ სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ძალზე საპატიო მისიით იმყოფება საზღვარგარეთ. ამ სკოლას ყავს გერმანელი პარტნიორები და მათთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. თუ რა მისიით იმყოფება კიდევ დამატებით, ამას მოგვახსენებს წარმომადგენელი სკოლის ქალბატონი ნანა სურმავა და ის სიახლე, რომელიც უკვე გუშინ გამოვაცხადეთ. ჩვენი პროექტის თანამოაზრე და პარტნიორი გახლავთ საქართველოს საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ბატონი გოჩა ცინცაძე აგერ ჩვენთან არის სტუდიაში. თუ რატომ შევარჩიეთ და რატომ შეგვარჩიეს მათ ჩვენ, ამას გადაცემაში შევიტყობთ, რამე თუ ნახევარფინალის მე-4 და მე-5 კითხვის დასმაში ბატონი გოჩა ცინცაძე დამეხმარება. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი პროექტის პარტნიორია კლავინდებურად APM ტერმინალს ფოთი. APM ტერმინალსი გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანამდე ფლობს. ან მართვაში აქვს სხვადასხვა პორტები, ახალი ნათება და რა თქმა უნდა, ჩვენი სოციალური პარტნიორი, რომელმაც წლის მასწავლებლისთვის ავტომობილი დააწესა საჩუქრად. ეს გახლავთ ევროპა ბეთი. ყველა ამ კომპანიას ეს აპლოდისმენტები ახლა კი დროს აღარ უკარგავ და ვიწყებთ თამაშს. პირველი ტურის პირველი შეკითხვა. ეკრანზე. ტატანო გულ წარმტანო უცხოდმარებო, ვინ არის ავტორი ცნობილი სატრფიალო ლექსისა ტანო ტატანო? 4 სავარაუდო პასუხია. A. დავით გურამიშვილი, B. ლადო ასათიანი, C. აკაკი წერეთელი და D. ბესიკი. მოსათიკრებლად სულ 15 წამი. იღბალი ქონიათ მარტივი კითხვა შეხვდათ. სამზომი კი უკვე ჩაირთო. მოიწურა და ჩვენი გადაცემის პირველი მონაწილე თეონაც ქიტიშვილი, თბილისი, კერძო სკოლა GLC, მე-12 კლასი. კლასის დამრიგებელი ბატონი ზაზა მინდიაშვილი, ხომ არ მეშლები? არა. რას გასწავლის ბატონი ზაზა? უნარებს. უნარებს გასწავლის. ძალიან მიხარია, როცა მასწავლებელი არის ხოლმე მამაკაცი. სკოლებში არის დეფიციტი მამაკაცების, უმეტესად ქალბატონები არიან. ამიტომ როგორც კი საშუალება მეძლევა, მინდა რომ ისინი წავახალისო და მხარი დაუჭირო. ამიტომ ეს აპლოდისმენტები ბატონ ზაზა მინდიაშვილს ასეთი კარგი მოსწავლის ჩვენთან მოწვევისათვის. როგორ შეგარჩიეს? შესარჩევი ტურით. შესარჩევი ტური გაიარე. ესე მარტივად ჩააბარე ბაწი ეროვნულ გამოცდებში უნარ-ჩვევებს, ხო მართალია? იმედია. მეც იმედი მაქვს, ვინ გინდა გამოხვიდე, შენ მე-12 კლასში ხარ უკვე. კი.
საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ალბათ ბიზნეს ადმინისტრატორი. ისე რომ ელუმაღლეში აბარებ. არ გადამიწყვეტია. ესეც არ გადაგიწყვეტია, იმედი რომ ძალიან მოკლე ხანში გადაწყვეტ. მოდი ახლა კითხოს დაუბრუნდეთ. რა გადაწყვეტა? მე დავფიქსრე D. სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, დებესი. პირველი ტურის მეორე შეკითხვა. ეკრანზე. თუ ერთნიშნა ნატურალურ რიცხვს მარჯვნიდან იმავე რიცხვს მიუწევ, მაშინ ეს რიცხვი გაიზრდება. რამდენი? 4 სავარაუდო პასუხია. A 1%-ით, B 10%-ით, C 100%-ით და D 1000%-ით. სამზომი ჩაიგდო. დრო ამოიწურა და შემდეგი მონაწილე ეს გახლავთ ელენე ჭიჭინაძე. კერძო სკოლა GLC თბილისის ფილიალი მე-11 კლასი, ხომ არ მეშლება? მათემატიკას ვინ გასწავლის? მაია კურჩიანი. ესე იგი, ეხლა ქალბატონი მაია ყურადღებით გიყურებს და გისმენს. მაშასე, გვაქვს რომელიღაცა ერთნიშნა რიცხვი, ნატურალური. ნუ რომელი ავიღოთ დავუშვათ? 5. 5. 5-ს მიუწერე გვერდით 5. გახდა რამდენი? 55. რამდენი პროცენტით მოიმატა? რომელი გადაწყვეტე? D. D გადაწყვეტე. შენ იცი რომ ქალბატონმა მაიამ შეიძლება აღარ შეგიშვას კლასში. თუ არასწორად გამოიცან. ძნელია სწავლა ამ სკოლაში? არა. რატო? ვინც სწავლობს იმისთვის არ არის ძნელი. კარგად გასწავლიან, კარგი მასწავლებლები არიან. ნახავ ახლა. მაშინ ასე გაინტერესებს სწორი პასუხი. და სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, 1000%. პირველი ტურის მესამე შეკითხვა. ეკრანზე. მდინარე თერგი ჩაედინება. სად ჩაედინება მდინარე თერგი? A. აზოვის ზღვაში, B. კასპიის ზღვაში, C. თბილისის ზღვაში და D. ბალტიის ზღვაში. ზოგიერთი ვერსია რა თქმა უნდა გამოსარიცხია. სამზომი კი უკვე ჩაირთო. დრო ამოიწურა და თეონა სურმავა, ზუგდიდი, კერძო სკოლა GLC, მე-11 კლასი, მოგესალმები. მივესალმები ზუგდიდ სიამოვნებით, ახლა მთელი სამეგრელო შენი თამაყო. შენ როგორ მოხვდი აქ? შესარჩევი ტურით. შესარჩევი ტური გაიარე, კარგად სწავლო. ძალიან მიხარია და ამავე დროს შესარჩევ ტურში ალბათ ღიმილით შედიოდა, იმიტომ რომ ღიმილი ძალიან გიხდება. და სერიოზულ კარგ განწყობას ქმნი. მოდი ახლა დაუბრუნდეთ შეკითხვას. რა გადაწყვეტე, რომელია სწორი პასუხი? დავფიქსირე B პასუხი. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, B კასპიის ზღვაში. პირველი ტურის მეოთხე შეკითხვა. ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან, რომელი მცენარის თესლი შეიცავს ყველაზე მეტ ცილას? ცილაზეა საუბარი, შეკითხვა ბიოლოგიიდან. A. ხორბლის, B. ბრინჯის, C. ლობიოს და D. ქლიავის. მოსაფიქრებლად 15 წამი, წამზომი ჩაირთო. ამოიწურა და შემდეგი მონაწილე ბატონი აკაკი მეტრეველი თბილისი კერძო სკოლა GLC მე-10 კლასი. სხვათა შორის სანამ გავიგებდეთ რა გადაწყვიტა ბატონმა აკაკი, მაქვე მინდა ყველა მშობლის და ბავშვის საყურებლად თქვა რომ როცა არჩევანის დრო დგება განსაკუთრებით შვილის სწავლის არჩევანის აირჩიეთ საუკეთესო. ერთ-ერთი საუკეთესო თბილისში, ზუგდიდსა და ქობულეთში გახლავთ კერძო სასწავლო ცენტრი GLC. ეს აპლოდისმენტები ამ სკოლის წარმომადგენელს, თითოეულ პედაგოგს, მასწავლებელს და დირექტორს. ახლა კი უბრუნდები ბატონო აკაკი. რა გადაწყვეტეთ? დავაფიქსირე B. მაშასე, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C. ლობიოს. პირველი ტურის მეხუთე შეკითხვა. ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან, რომელი სიტყვა არ არის ფუძეკვეცადი? არ არის ფუძეკვეცადი. A. პეპელა, B. ჭრიჭინა, C. მცხეთა,
და D მაგიდა. მოსაფიქრებლად თუ 15 წამი. წამზომი კი უკვე ჩაირთო. დრო ამოიწურა და თათია ლოლუა თბილისის კერძო სკოლა GLC მე-11 კლასი. თათია, მოგესალმებით. მოდი გითხარი რა გადაწყვიტე? მე გადაწყვიტე B. B. პეპელა. B. თუ რომელი? ჭრიჭინა, B. ჭრიჭინა, B, ჭრიჭინა გადაწყვიტე. და არა პეპელა. არა. დარწმუნებული ხარ ჭრიჭინა. რატომ? იმიტომ რომ ფუძე კვეცა. თქვენ კლასში გაკვეთილის დროს სიჩუმეა ხოლმე თუ ჭრიჭინებთ? სიჩუმეა უფრო. სიჩუმეა ხოლმე. და გაინტერესებს ორი პასუხი. თქვენ ალბათ კბილეული გიყვართ. ხო მართალია? რომელი კბილეული? კბილი ქვეყნის. რა თქმა უნდა. კბილი ქვეყნის, იმიტომ რომ ხსნის გონებას და ავითარებს აზროვნებას და დარწმუნებული ვარ რომ დღეს შენ უკვე მიუხედავად ამ დილა ადრიანი პერიოდისა მიერთვი კბილი ქვეყნის ნაწარმი. ჩვენი პარტნიორია კბილი ქვეყანა, რა ძალიან მახარებს და იმედი მაქვს რომ ეხლა მისი თითოეული თანამშრომელი, რამოდენიმე ასეული თანამშრომელი ყავს ამ კომპანიას სტაჟს დაგიკრავს. მაშასე, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ბეჭრიკინა. რეიტინგს ამ თამაშში ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ისევე როგორც ჟურნალ რეიტინგს, რომელიც გამოდის ყოველ ორშაბათს და ასეთი წარმატებული ადამიანების შესახებ და ჩვენი პარტნიორი კომპანიების შესახებ სტატიებს აქვეყნებს. მაშასე, მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ელენე ჭიჭინაძე 25 ქულა, თეონაც ქიტიშვილი 20 ქულა, გიორგი კუტიბაშვილი 20 ქულა, მარიამ არდია 19 ქულა, თათია ლოლუა 17 ქულა, თამთა ჩიგოგა 17 ქულა, აკაკი მეტრეველი 17 ქულა, თეონა სურმალა 15 ქულა, ნიკა ნებულიშვილი 15 ქულა, ნინო მუმლაძე 12 ქულა. პირველი ტურის მე-6 შეკითხვა ეკრანზე. რომელი მსჯელობაა ჭეშმარიტი? მე არც ერთ სიტყვას აღარ დავამატებ. რომელი მსჯელობაა ჭეშმარიტი? ინდოეთი არის A. ყველაზე დიდი სახელმწიფო. B. ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო. C. ჭადრაკის სამშობლო და D. სიმინდის სამშობლო. მოსაფიქრებლად 15 წამი. წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და შემდეგი მონაწილე ბატონი გიორგი კუტიბაშვილი თბილისი კერძო სკოლა GLC მე-10 კლასი. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გამარჯობათ. ძალიან მიხარია რომ მე-10 კლასელი უკვე ამ გადაცემაში მონაწილეობ, თან წარმოადგენ ასეთ ძალზე წარმატებულ კერძო სკოლას. როგორ მოხვდი ამ დღევანდელ გადაცემაში? შესარჩევი ტური გავიარე. შესარჩევი ტური გაიარე. მოდი დაუბრუნდეთ ჯერ შეკითხვას, იმიტომ რომ შეკითხვა საკმაოდ საინტერესოა. რომელია სწორი პასუხი? დავაფიქსირეთ C. ჭადრაკის სამშობლო. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C. ჭადრაკის სამშობლო. პირველი ტურის მე-7 შეკითხვა ეკრანზე. სიტყვა აზოტი ნიშნავს. რას ნიშნავს სიტყვა აზოტი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა? A. ტბილს, B. მწარეს, C. მლაშეს და D. უსიცოცხლოს. წამზომი ჩაირთო. მოიწურა და შემდეგი მონაწილე ეს გახლავთ ნინო მუმლაძე. კერძო სკოლა GLC მე-11 კლასი. სანამ გავიგებდეთ რა გადაწყვიტა ნინომ, აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძვირფასო ტელემაღურებლებო, რომ ჩვენი პროექტის პარტნიორია ტკბილი ქვეყანა. იცხოვრეთ ტკბილად ტკბილ ქვეყანასთან ერთად. კულა 100%-ით ნატურალური პროდუქცია, პროდუქტი, რომელიც უფრო გჭირდებათ. ახალი ნათება, რომელმაც სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის შექმნა ეტალონის სანათები, ჯანმრთელი თვალები, ნათელი აზრები და რა თქმა უნდა, უამრავი სხვა კომპანია, რომლებსაც ჩვენ ეროვნული მნიშვნელობის კომპანიებს უწოდებთ. ერთ-ერთმა ასეთმა დააწესა ავტომობილიც კი, მას ახლა არ დავასახელებ. ნინო, უნდები შეკითხვას რა გადაწყვეტეთ? უსიცოცხლო. გაინტერესებს სწორი პასუხი? სწორი პასუხი ეკრანზე.
და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, დეუსის ოფცია. პირველი ტურის მერვე შეკითხვა ეკრანზე. რომელი ქვეყნის დედაქალაქია ბიშკეკი? A. ვიეტნამის, B. სამხრეთ კორეის, C. ყირგიზეთის და D. უზბეკეთის. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი. წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და შემდეგი მონაწილე მარიამ არდია, ზუგდიდი, კერძო სკოლა GLC, ზუგდიდის ფილიალი მე-10 კლასი. კლასის დამრიგებელი ქალბატონი თამილა აფშილავა. ხო არ მეშლება? არა. ეს აპლოდისმენტები ქალბატონ თამილა აფშილავას და მთელ ზუგდიდს. ძალიან მიხარია რომ ასეთი კარგი მოსწავლე გამოაგზავნეს ჩვენთან. თამილა ძნელია სწავლა? არა. რატომ? კარგი მასწავლებლები გყავს, კარგი გარემო გვაქვს. კარგი გარემოა. ეხლა დავბრუნდეთ შეკითხვას. რომელია სწორი პასუხი? D. D. უზბეკეთის. არჩევანი უნდა გაგეკეთებინათ C-სა და D შორის. მე იმედი მაქვს სწორი პასუხი საშვილიშვილოდ დაიმახსოვრებ და გაინტერესებს სწორი პასუხი. D. მაშასე, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C ყირგიზეთის. სანამ პირველი ტურის მე-9 შეკითხვას დავსვამდეთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, აქვე გეტყვით, რომ ჩვენი პროექტის პარტნიორი თანამოაზრეა მეგობარია, თანაც ერთგული მეგობარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. უერთგულესი პარტნიორის ტიტული შეიძლება მივანიჭოთ ამ უნივერსიტეტს და ასევე გახლავთ კერძო სასწავლებელი. გურამ თავართხილაძის სასწავლო უნივერსიტეტი. ნომრით 143 ან 153, როცა არჩევანის დრო დადგება, აირჩიეთ აუცილებლად ეს კერძო სასწავლებელი რამე თუ ამ პროექტის მომზადებაში ამ უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ჩართული და თუ რამე მოგეწონებათ მასში, მათი ხელიც ურევია. ახლა კი ვაგრძელებთ, თუმცა სანამ გავაგრძელებთ, აპლოდისმენტები, რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, მის რექტორატს და გურამ თავართხილაძის სასწავლო უნივერსიტეტს. ახლა კი პირველი ტურის მე-9 შეკითხვა ეკრანზე. ძალიან საინტერესო შეკითხვა. დიდ მანძილზე ელექტრული ენერგიის გადაცემისას, ანუ ელექტროენერგიის დენის გადაცემისას, რომელი ელექტრული სიდიდის გაზრდაა მიზანშეწონილი? 4 სავარაუდო პასუხია. ზოგიერთი ვერსია უნდა გამორიცხოთ იმ თავით. A. დენის ძალის, B. ძაბვის, C. გამტარის დიამეტრის და D. გამტარის სიმკვრივის. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი, წამზომი კი უკვე ჩაირთო. დრო ამოიწურა და თამთა ჩიგოგა, თბილისი კერძო სკოლა GLC მე-11 კლასი. მოგესალმებით ჩიგოგა. როგორ ახარ? შენ ალბათ მეცახელს ჩიგოგას გეძახიან. ხო მართალია სკოლაში. ესე გამოვიცან. დიახ. ესე იგი კითხვა როგორ მოგეწონა? არა უშავდა. არა უშავდა. ესე იგი პასუხიც ხვდები როგორი იქნება. ხვდები უკვე აქედან გამომდინარე. რომელია სწორი პასუხი? B. მაშასე, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ბეძაბვის. პირველი ტურის გადამწყვეტი მე-10 შეკითხვა ეკრანზე. ძალიან საინტერესო შეკითხვა. 1104 წელს ერწუხთან დავით აღმაშენებლის მიერ თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ დიდ წარმატებას მემატიანემ უწოდა. რა უწოდა მემატიანემ? აქ საქართველოს ისტორიას უღრმავდებიან, ქართულ ენასა და ლიტერატურას უკეთ სწავლობენ. მაშასე, A. ორმაგი დარტყმა, B. ქართველთა გუგული, C. ხმაგასმენილი დიდი ძლევა და D. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. D ალბათ ცოტა იუმორთან არის დაკავშირებული, ახლა კი წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და მე-10 მონაწილე. ნიკა ნებულიშვილი, კერძო სკოლა GLC მე-11 კლასი. მოგესალმებით ბატონო. რა გადაწყვიტე, რომელია სწორი? A. გადაწყვიტე, რომ ეს სწორი ვერსია არის A. ორმაგი დარტყმა. ოღონდ არ ვარ დარწმუნებული. არა ხარ დარწმუნებული.
ეს მე თუ მკითხავ ერთ-ერთი გამოსარიცხი ვერსია იყო. მე იმედი მაქვს, რომ სწორ პასუხს საშვილიშვილოდ დაიმახსოვრებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვება. ჩვენი გადაცემა ის გადაცემაა, რომელიც პროვოცირებას იწვევს, რომ რაც შეიძლება მეტი წაიკითხო. დადე პირობა, რომ აუცილებლად მე წაიკითხავ 1104 წელს ერწუხთან მომხდარი ბრძოლის შესახებ. შევთანხმდით? შევთანხმდით. მაშ მიზანი მიღწეული. აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, სწორია პასუხი თუ არა. და მაინც სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, წეს, მაგასმენილი დიდი ძლევა. რეიტინგს ამ თამაში ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. და სანამ ვიტყოდე მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე მეთქი, აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენი პროექტის პარტნიორია საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი. სანამ ამ ცენტრის შესახებ, მის მიერ დაფუძნებული ლაბორატორიის შესახებ კიდევ ერთხელ გეტყოდეთ, მანამდე მოდით კერძო სკოლა GLS-ის წარმომადგენელს, ქალბატონ ნანას სურმავას მოусმინოთ. ქალბატონ ნანა, როგორ თამაშობდნენ დღევანდელი გადაცემის მონაწილეები და რამდენად გმაყოფილი ხართ და თან სად იმყოფება ქალბატონი მარინა? მოგესალმებით. ქალბატონი მარინა GLS-ის სკოლის დირექტორი იმყოფება გერმანიაში, კარლსრუეში, ჩვენს პარტნიორ სკოლასთან. რათა უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან. რაც შეეხება ჩვენს მოსწავლეებს, ჯერჯერობით ძალიან მომწონს, როგორც თამაშობენ ისინი, რა თქმა უნდა, რომ ხარვეზები გვაქვს და მას აუცილებლად გამოვასწორებ, მაგრამ წელს უფრო მეტი წარმატებით მოვიდა ჩვენ სკოლაში, ჩვენი სკოლა თქვენს პროექტში უკვე მესამედ მონაწილეობთ და ჩვენ ერთ-ერთი კერძო სკოლა ვართ, რომელმაც მივიღეთ წარმატებულად, გავიარეთ ავტორიზაცია, ვართ ბრენდირებული, გვაქვს 9 ვარსკვლავი უკვე, ასე რომ კლავაც ჩვენმა სტუდენტებმა მოლოდინი გაგვემართლეს, მოსწავლეებმა მოლოდინი გაგვემართლეს, გახდნენ სტუდენტები და სხვათა შორის შაშანდელი ეტალონის გამარჯვებული სკოლის მედალოსანი ირაკლი გუგუნაშვილი დღეს უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის სტუდენტი გახლავთ. ჩვენი სკოლა ყოველთვის გვერდში გიდგათ ბატონო გოჩა და გვინდა რომ ჩვენი იმედი ყოველთვის გქონდეთ. აი რა მაინტერესებს ქალბატონ ანა, როგორ ფიქრობთ, რატო არის ეს პროექტი ესე წარმატებული? ას უამრავი ერთგული მეგობარი ეს პროექტი იმიტომ არის წარმატებული, რომ ის ჩვენს სტუდენტ ახალგაზრდობაში ზრდის მოტივაციას, რათა უფრო მეტი წიგნი წაიკითხონ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ და უფრო მეტად გაიღრმავონ ცოდნა. დიდი მადლობა. ეს აპლოდისმენტები GLS-ის და განსაკუთრებით ჩარჩანდელ გამარჯვებულს, რომელიც მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ეს განსაკუთრებით მახარებს. ახლა კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ელენე ჭიჭინაძე 45 ქულა, თეონაც ქიტიშვილი 39 ქულა, გიორგი კუტიბაშვილი 35 ქულა, თათია ლოლუა 31 ქულა, აკაკი მეტრეველი 31 ქულა, ნინო მუმლაძე 29 ქულა, მარია მარდია 28 ქულა, ნიკა ნებულიშვილი 27 ქულა, თამთა ჩიგოგა 22 ქულა, თეონა სურმავა 20 ქულა. როგორც ხედავთ, ნახევარფინალში განცდელი 6-ვე კონკურსანტის ვინაობა გაირკვა. რაც შეეხება მარია მარდიას, ნიკა ნებულიშვილს, თამთა ჩიგოგას და თეონა სურმავას, თქვენ მე გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დანაბარებ სიტყვას. კათოლიკოს პატრიარქის ამ ბუმბერაზე ადამიანის, რომელიც ჩვენი პროექტის მუდმივი მხარდამჭერი და თანამდგომია, რომ საქართველოში დაბადებულ ნებისმიერ გაზრდილ ადამიანში უნიჭიერესი მამულიშვილი და პიროვნება იმალება. აღმოაჩინეთ თქვენ თავში ეს ნიჭი, კერძო სკოლა GLS და ჩვენი პროექტი კი ამ ნიჭის განვითარების საშუალებას მოგცემთ. ახლა მცირე სარეკლამო პაუზა, მაგრამ სანამ სარეკლამო პაუზას გამოვაცხადებდეთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, აუცილებლად მინდა იფიქროთ. სარეკლამო პაუზის დროს იფიქროთ სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის შექმნილ საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მიერ სპეციფიურ ძალზე ზუსტ და ყველასათვის ხელმისაწვდომ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაზე. მაშასე, ეს გახლავთ ყველაზე ზუსტი, ოპერატიული და ამავე დროს ყველასათვის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი ლაბორატორია, მსოფლიო დონის ლაბორატორია, დიაგნოსტიკური ცენტრი. მე ამ ლაბორატორიას და დიაგნოსტიკურ ცენტრს ყველაზე საიმედოსაც უწოდებ. მაშასე, მცირე სარეკლამო პაუზა. ეტალონის მეგობარი, საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ოფიციალური პარტნიორი გთავაზობთ მკურნალობას უცხოეთში და ანალიზების გაგზავნას გამოკვლევებისთვის გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიებში. მისამართი: მოსაშვილის 26. APM ტერმინალსი, პორტების გლობალური ქსელი.
APM Terminals Poti, საიმედო გზა გლობალური ეკონომიკისკენ. 2011-2012 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონ მასწავლებელს ავტომობილი საჩუქრად. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. თუ გჭირდება განათლება, ეტალონი. თუ გჭირდება განათება, ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია კულ 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. სიახლე ტკბილი ქვეყნისგან უგემრიელესი კამფეტები ბათუმი, სოხუმი, თბილისი. იცხოვრე ტკბილად ტკბილ ქვეყანასთან ერთად. უნიკალური მეთოდიკა, საჭირო პროფესიები და პროფესორები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უფასო ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო. გურამ თამარქელაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. ეტალონის მეგობარი, საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ოფიციალური პარტნიორი გთავაზობთ მკურნალობას უცხოეთში და ანალიზების გაგზავნას გამოკვლევებისთვის გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიებში. მისამართი: მოსაშვილის 26. APM Terminals-ი, პორტების გლობალური ქსელი. APM Terminals Poti, საიმედო გზა გლობალური ეკონომიკისკენ. 2011-2012 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონ მასწავლებელს ავტომობილი საჩუქრად. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. თუ გჭირდება განათლება, ეტალონი. თუ გჭირდება განათება, ახალი ნათება. ეტალონის მეგობარია კულ 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. ეტალონის თანამოაზრეა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ტრადიციებით მომავლისკენ. ეტალონის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. ბალუ და თუნიას ჰაეროვანი ბისკვიტი. ტკბილი ქვეყანა. იახეთ ბაზო ტელემაყურებლებო, ახლა მეორე ტურია, ძალზე საინტერესო თამაშიც, რომელშიც მონაწილეობს კერძო სასწავლო ცენტრი GLC, რომელსაც 3 ფილიალი აქვს მთელ საქართველოში, ეს გახლავთ თბილისში, ქობულეთსა და ზუგდიდში და მას გადაეცა GLC-ს 2011-2012 სასწავლო წლის ეტალონი კერძო სკოლის დამადასტურებელი დიპლომი, ტიტული. მაშასე, აქვე ვკითხულობთ, რომ 2011-2012 სასწავლო წლის ხარისხისა და სტუდენტობის თანადგომის ეროვნული ნიშანი, განათლების ეტალონი გადაეცა საქართველოს სასწავლო ცენტრ GLC-ს საგანმანათლებლო და აღზრდელობით სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის. ეს აპლოდისმენტები, რა თქმა უნდა, GLC-ს, რომელიც მესამედ მონაწილეობს უკვე ჩვენს პროექტში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ მშობლებო, ბავშვებო, როცა გადაწყვეტილების არჩევანის დრო დადგება, აირჩიეთ საუკეთესო, მე GLC-ს გულისხმობ და ის რეალობა, რომელიც ყველაზე ეროვნულმა მედია პროექტმა შემოიტანა ქართულ ტელესივრცეში. ეს ის პროექტია, რომლის რეიტინგი მის იმიჯზე მრავლდება. ჩვენი იმიჯი ზოგჯერ რეიტინგზე მაღალიც კია. რამე თუ ეს ყველაზე ეროვნული მედია პროექტი. ახლა თავს აღარ შეგაწყეთ და გადავდივართ თამაშზე. მზად ხართ? მაშასე, ნახევარ ფინალის პირველი შეკითხვა ეკრანზე. რას ნიშნავდა ძველად სიტყვა რეგვენი? ეს ერთხელ წლების წინ ჩვენ გადაცემაში უკვე ქონდა. ქართულ ენას ურმავდებიან ძველ სიტყვებს იხსენებენ. სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით არის აღებული ეს სიტყვა. რას ნიშნავდა ძველ დროში სიტყვა რეგვენი? A. ახალგაზრდას, B. ჭკვიანს, C. მშიერს და D. მელოდს. ზოგიერთი ვერსია რა თქმა უნდა გამოსარიცხია. წამზომი ჩაერთო. მოიწურა და ელენე ჭიჭინაძე, თბილისი, კერძო სკოლა GLC, მე-11 კლასი. კლასის დამრიგებელი ქალბატონი მაია გურჩიანი. გისმენთ? დავაფიქსირე A. დაფიქსირეთ A, რატომ? ასე ვფიქრობ. ასე ფიქრობთ და რატო არა D მელოდს? არ ვიცი. ეს დარწმუნებული ხართ. მაშინ რამდენი რეგვენია საქართველოში, არა თუ D მელოდია. თუმცა შეიძლება ისედაც ძალიან ბევრია. მაშასე, შემდეგი მონაწილეს გახლავთ თეონაც ქიტიშვილი, კერძო სკოლა GLC, მე-12 კლასი. მაშასე რა გადაწყვეტე? თავი შევიკავე. თავი შეიკავე. დარწმუნებული არ ახარ ეს რეგვენია თუ მშიერი, ხო?
არჩევანი ვერ გააკეთა. გაინტერესებს სწორი პასუხი. აი მე-11 კლასელმა კი არჩევანი გააკეთა. ეს ეროვნული ქართული პროექტია, რომელიც დააპატენტებულია საქართველოში და გამოგონილია, სადაც ერთდროულად თამაშობენ აბსოლუტურად განსხვავებული ასაკისა და კლასის მიხედვით მოსავლეები. მაშასე, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა. ნახევარფინალის მეორე შეკითხვა ეკრანზე. რამდენი თითი აქვს ცხენს თითოეულ კიდურზე? თითი რა თქმა უნდა ბწყალებში. შეკითხვა ბიოლოგიიდან. ნახევარფინალის მეოთხე და მეხუთე კითხვის დასმაში ბატონი გოჩა ცინცაძე დამეხმარება. აი მაშინ გვიფრთხილეთ. მაშასე 4 სავარაუდო პასუხი. A1, B2, C3 და D5 წამზომი ჩაერთო. დროა მოიწურა და შემდეგი მონაწილე ბატონი გიორგი კუტიბაშვილი თბილისი კერძო სკოლა GLC მე-10 კლასი ბატონ გიორგი გისმენთ. ა დავაფიქსირე. დააფიქსირეთ A. რა იცით? ყავთ ცხენი? არა. არა, მაგრამ ერთი ჩლიქი აქვს. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებულია? არა, ხარ. ოხ, როგორ გჭირდება ახლა 5 ქულა სიმართლე რო თქვას კაცმა და რაც შეეხება შემდეგი მონაწილე, ეს გახლავთ თათია ლოლუა. თათია სანამ გავიგებდეთ რა გადაწყვიტე, აქვე გეტყვით, რომ ჩვენი პროექტის პარტნიორები მხოლოდ ის ქართული კომპანიები არიან, რომლებიც აი თქვენდაირ ახალგაზრდებზე ზრუნავენ. მის განათლებას. ამიტომაც უწოდებთ ჩვენ ეროვნულ კომპანიებს მათ. სწორად ვაკეთებ თუ არა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მათ ეროვნული მნიშვნელობის კომპანიები უნდა უწოდოთ. იმიტომ რომ თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ ხელშეწყობა. ახლა დაუბრუნდეთ შეკითხვას, რა გადაწყვეტეთ? ამ კითხვაზე თავი შევიკავე, თუმცა B-ს ვფიქრობდი. თავი შეიკავე, ორი ქულა გირჩევნია. ორი ქულა გირჩევნია. მაშასე მე-10 კლასელმა გადაწყვიტა A, მე-11 კლასელმა თავი შეიკავა. გაინტერესებს სწორი პასუხი? და სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A1. ნახევარფინალის მესამე შეკითხვა ეკრანზე. ძალიან საინტერესო შეკითხვა. ჩვენ აქ ტექნიკურ საკითხებს საგნებს დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას ვანიჭებთ. 1-დან 100-მდე ამოწერეს ყველა ნატურალური რიცხვი. ყველა ნატურალური იცით რომელიც არის სათვლელი რიცხვები. სულ რამდენი ხუთიანი იქნება ამოწერილთა შორის? რამდენი ხუთიანი იქნება გამოყენებული ამოწერილთა შორის? A10, B19, C30 და D20. ორი ვერსია გამოსარიცხია, დანარჩენ ორ შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი. მაშასე, წამზომი ჩაერთო. დროა მოიწვა და ბატონი აკაკი მეტრეველი თბილისი კერძო სკოლა GLC კლასის დამრიგებელი ნინო კიკალიშვილი ხომ არ მეშლება? არა. გისმენთ? რა გადაწყვიტეთ და რატო? დავაფიქსირე D20. რა შეეხება შემდეგ მონაწილეს ნინო მუმლაძე კერძო სკოლა GLC მე-11 კლასი რა გადაწყვიტეთ ნინო? B დავაფიქსირე, მაგრამ რომელი? ვარ დარწმუნებული B. მაშასე, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია D20. და ის რაც მე შეგხვედით, ბატონი გოჩა ცინცაძე საქართველოში დაარსა საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი, რომელსაც აქვს ძალზე წარმატებული ლაბორატორია. მსოფლიო დონის დიაგნოსტიკური ცენტრი, ლაბორატორია, რომელშიც ხელი მიუწვდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ მივიდეს და რაც შეიძლება მოკლე დროში ზუსტი ანალიზი, დიაგნოსტიკა დაუსვან. მოგვიყევით მის შესახებ. გეთანხმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენ პროექტს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველაზე მთავარი რაც არის ცოდნა, განათლება და мотивация, რომელსაც თქვენ აძლევთ ბავშვებს ამ გადაცემაში მონაწილეობით. რაც შეეხება ჩემს კლინიკას, ისე როგორ თამაშობენ? კარგად, ნამდვილად კარგად თამაშობენ. თქვენ უფროს ქალიშვილთან ერთად მობრძანდით. დიახ, და იმედია მიიღოს მონაწილეობას მომავალში ჩემი ქალიშვილიც თქვენთან და გამარჯვებულიც იქნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ეს აპლოდისმენტები ყველა იმ ოჯახს, უბრალოდ იმ ოჯახს, რომელიც ცდილობს რომ საკუთარ შვილს რაც შეიძლება მეტი კარგი განათლება, ისე რომელ საგანს აძალებთ? ფიზიკა მათემატიკას. ტექნიკური აზროვნება, ანალიზის უნარი. ახლა მოდით დიაგნოსტიკურ ცენტრს დაუბრუნდეთ, რამე თუ მინდა გითხრათ ჩვენო ახალგაზრდებო და ჩვენო თანამემამულენო, რომ
ამ დიაგნოსტიკურმა ცენტრმა, ლაბორატორიამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ალბათ შეუმსუბუქებს იმ სირთულეებს, რომელიც ადამიანები ისედაც გაჭირვებაში არიან. ეს შეეხება სიმსივნეს ყველაზე უფრო მეტად. თუ შეიძლება ორი სიტყვით გითხრათ. მოგახსენე, მე 2 დღე არა ჩამოვედი გერმანიიდან, სადაც მქონდა ვიზიტი ფრეიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში და შევთანხმდით მათთან, რომ ისინი ჩვენთან ერთად საქართველოს ჩვენი ცენტრის მეშვეობით გახსნიან დიაგნოსტიკურ ცენტრს, სადაც მოხდება დიაგნოსტირება პაციენტების დისტანციურად, ისე რომ გერმანელი პროფესორები დღეიდან უკვე საქართველოს ხელმისაწვდომია. პირდაპირ რეჟიმში, ტელეხიდების მეშვეობით. ასევე ჩვენ დავალაგეთ სქემა, როცა ჩვენ ანალიზებს ვაგზავნით გერმანიაში, იმიტომ რომ დიაგნოსტირება ხდება ზუსტად. ისე რომ ეჭვის საფუძველი გვაქვს სიმსივნე, არა გვაქვს რა ტიპის, ეს გამოირიცხოს, უნდა იყოს ზუსტი პასუხი ყოველთვის, როგორც თქვენ გიყვარს ზუსტი მეცნიერება, ისე მედიცინა. ესე იგი სხვა გამოკვლევებიც იქნება, მაგრამ განსაკუთრებით მე ეს გამოკვლევები მაწუხებს, იმიტომ რომ ისედაც შეჭირვებულია ადამიანი, მას უამრავი გაჭირვება ახლავს თან, რა თქმა უნდა, ფინანსური გაჭირვებაც. ფინანსებში როგორ იქნება ბატონო? ფინანსებში იქნება შეღავათიანი ფასები, განსაკუთრებით სპეციალური ფასები ქართველი მოქალაქეებისათვის და ასეთი დაავადების დროს ხელმისაწვდომი, იმიტომ ის მინიმალური თანხები, რაც არის აუცილებელი დიაგნოსტირებისთვის, არ არის კატასტროფულად მაღალი. გერმანიის ფონზე. ჩვენ ამას მივახციეთ გერმანელებთან ურთიერთობას. ძალიან მიხარია და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სახელით, განსაკუთრებით აი შეჭირვებულების სახელით. მაშასე მოდით დაუბრუნდეთ თამაშს. ახლა კი ნახევარფინალის მეოთხე შეკითხვა ეკრანზე. დეკარტი ბრძანებდა. ნუ იქ მთლიანად იმას, რაც შეგიძლია. დეკარტე, იცით, რენე დეკარტე. იყო ესეთი ძალიან კარგი მოაზროვნე. ნუ იქ იმას, რაც შეგიძლია მთლიანად, ნუ დახარჯავ სულ რაც გაქვს, ნუ ირწმუნებ ყველაფერს, რასაც გაიგონებ და ნუ იტყვი ყველაფერს რა. 4 სავარაუდო პასუხია. A. რასაც ხედავ, B. რასაც ისმენ, C. რაც იცი და D. რაც ისწავლე. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი. ძალიან ფილოსოფიური შეკითხვა, ბატონ გოჩა, თუ შეიძლება ჩართეთ. ბატონო ჩაისო. დრო ამოიწურა, მე არ გეკითხები თითოეულმა თქვენმა რა გადაწყვიტა. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, რაც იცი. ნახევარფინალის გადამწყვეტი, მეხუთე შეკითხვა. ბატონო გოჩა, მინდა გთხოვოთ, რომ აი ერთი ეს კერძო სკოლა. სულ 2 კვირაში ჩვენთან გადაცემაში მოვიწვევთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საჯარო სკოლას და იქაც მინდა მოგიწვიოთ, რომ შეადაროთ როგორია სწავლება. სხვადასხვა ძალზე საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. ახლა უბრუნდები შეკითხვას და მოდით ნუ არ ვანერვიულებ. პირდაპირ შეკითხვა. ნახევარფინალის მეხუთე შეკითხვა ეკრანზე. ძალიან საინტერესო სააზროვნო შეკითხვა. 1913 წელს ჯილეტმა რეკლამაში გამოიყენა ლოზუნგი კინკემ ჯილეტი. აუცილებლად წაიკითხეთ მისი ისტორია, მოღვაწეობის ისტორია, ძალიან საინტერესოა. გამოიყენა ლოზუნგი რეკლამაში. ძალზე წარმატებულად. რომელი ლოზუნგი? 4 სავარაუდო პასუხია. A. იყავი სასიამოვნოდ ჯილეტური. B. ადამიანო, გაიპარსეთ თავი შენი. C. დემოკრატია სიზუსთავეა. და D. ჩვენთან არს ჯილეტი. რომელი მიესადაგება ყველაზე უფრო მეტად? რომელი იქნებოდა მარკეტინგულად ყველაზე მომგებიანი? მთელი საქართველო თქვენ გიყურებთ ახლა და ცხონებული ჯილეტის სულით ალბათ აკტრიალებს სადღაც. მაშინ ასე ბატონ გოჩა, ბევრ დროს აძლევთ. სამზომი ჩაერთო. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B. ადამიანო, გაიპარსე თავი შენი. რეიტინგს ამ თამაში ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაგრამ სანამ გამოვაცხადებდე მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე მეთქი. ბატონო გოჩა, თქვენ რა სიტყვებით მიმართავდით ამ ადამიანებს? რას ეტყოდით და არა მარტო ამ ადამიანებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს? მე მინდა გითხრათ თქვენ ახალგაზრდებო ყველას, რომ ცოდნა არის ის რამ, რასაც ვერასოდეს ვერ დაკარგავთ და შეძენილი დაგრჩება ცხოვრების ბოლომდე.
ისწავლეთ და იყავით მეცნიერები. ვერც აგართმევთ, ვერც მოგპარავეთ. ვერანაირად. ვერანაირად. ამიტომ მე ვეთანხმები ბატონ გოჩას, ბატონ გოჩა, დროებით გემშვიდობებით. იმედი მაქვს, რომ გამარჯვებულს გადაცემთ სპეციალურ დასტურს, შევსახდით და ორი კვირის მერე გვეწევით. ახლა მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ელენე ჭიჭინაძე 62 ხულა, გიორგი კუტიბაშვილი 50 ხულა, თათია ლოლუა 48 ხულა, თეონაც ქიტიშვილი 46 ხულა, აკაკი მეტრეველი 46 ხულა, ნინო მუმლაძე 34 ხულა. როგორც ხედავთ, ფინალში გამსვლელი სამივე კონკურსანტის ვინაობა გაირკვა. რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, თეონაც ქიტიშვილს, აკაკი მეტრეველს, ნინო მუმლაძეს, თქვენ მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი იმ სიტყვებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთხელ გამარჯვება ნებისმიერ შეუძლია. გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფვა მხოლოდ გამორჩეულებს. იყავით გამორჩეულები და რწმენით იცხოვრეთ. ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მაგრამ სანამ რეკლამაზე გავიდოდეთ და დამთავრდებოდეს რეკლამა, იფიქრეთ, უბრალოდ იფიქრეთ თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრში, საქართველოს საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრში სპეციალურად საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილ ლაბორატორიაზე, დიაგნოსტიკურ ცენტრზე, რომელიც არის ყველაზე ზუსტი, ოპერატიული და ყველასათვის ხელმისაწვდომი. მე მას საქართველოს ყველაზე საიმედო დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას უწოდებდი. ჩვენ მალე დავბრუნდებით. შორს არ წახვიდეთ. ეტალონის მეგობარი, საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ოფიციალური პარტნიორი გთავაზობთ მკურნალობას უცხოეთში და ანალიზების გაგზავნას გამოკვლევებისთვის გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიებში. მისამართი: მოსაშვილის 26. APM ტერმინალსი, პორტების გლობალური ქსელი. APM ტერმინალს ფოთი, საიმედო გზა გლობალური ეკონომიკისკენ. 2011-2012 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონ მასწავლებელს ავტომობილი საჩუქრად. ეტალონის მეგობარია კულ 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. უნიკალური მეთოდიკა, საჭირო პროფესიები და პროფესორები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უფასო ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო. გურამ თავარქელაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. თუ გჭირდება განათლება, ეტალონი. თუ გჭირდება განათება, ახალი ნათება. ეტალონის თანამოაზრეა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. თუ გჭირდება განათლება, ეტალონი. თუ გჭირდება განათება, ახალი ნათება. ეტალონის მეგობარი, საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების ოფიციალური პარტნიორი გთავაზობთ მკურნალობას უცხოეთში და ანალიზების გაგზავნას გამოკვლევებისთვის გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიებში. მისამართი: მოსაშვილის 26. APM ტერმინალსი, პორტების გლობალური ქსელი. APM ტერმინალს ფოთი, საიმედო გზა გლობალური ეკონომიკისკენ. 2011-2012 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონ მასწავლებელს ავტომობილი საჩუქრად. უნიკალური მეთოდიკა, საჭირო პროფესიები და პროფესორები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უფასო ტრანსპორტი, ეკოლოგიური გარემო. გურამ თავარქელაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. ეტალონის თანამოაზრეა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ეტალონის მეგობარია კულ 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. ყველასათვის საყვარელი ნუგა ახალ შეფუთვაში, ახალი დაგემოვნებით. იცხოვრეთ ტკბილად, ტკბილ ქვეყანასთან ერთად. ერთგვარად ტელემაყურებლებო, ეს გახლავთ ყველაზე ეროვნული მედია პროექტი. ამიერიდან უფრო მოსახერხებელ დროს ტელეკომპანია იმედის არხით ყოველ კვირას დილით 1 საათი ადგომისთანავე გამოყავით ეროვნული განათლებისთვის და გადაამოწმეთ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ თქვენი შვილების ცოდნაც. ახლა გადამწყვეტი ნაწილია ჩვენი გადაცემისა, ფინალია.
ამ ნაწილის გამარჯვებული ფინალის გამარჯვებული სავარაუდო წლის თამაში მიიღებს მონაწილეობას. ეს გახლავთ კერძო ძალზე წარმატებული სასწავლო ცენტრი, სკოლა, GLC, რომელსაც თბილისის გარდა კიდევ ფილიალები აქვს ზუგდიდში და ქობულეთში და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ფილიალი ექნება სხვადასხვა ქალაქში. მაშასე, თქვენ ახლა მთელი საქართველო გიყურებთ, ჩვენი თანამემამულენი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და თქვენით ამაყობენ. ფინალური ტურის პირველი შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელ ნაცვალსახელს არ აქვს მრავლობითი რიცხვი? არ აქვს მრავლობითი რიცხვი. 4 სავარაუდო პასუხია. A. როგორი, B. რომელი, C. ვინ და D. რა. წამზომი, ჩაი. დრო ამოიწურა. კერძო სკოლა GLC, მე-11 კლასი, ელენე ჭიჭინაძე. ელენე, რა გადაწყვიტეთ? C. ვინ? მაშასე, სწორი პასუხი, ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C. ვინ. ფინალური ტურის მეორე შეკითხვა, ეკრანზე. როგორ შეიცვლება სისტემის მოლეკულების საშუალო კინეტიკური ენერგია თუ მის აბსოლუტურ ტემპერატურას სამჯერ გავზრდით. სამჯერ გავზრდით, რას იზამს? გაიზრდება, შემცირდება, რამდენჯერ და ასე შემდეგ. A. სამჯერ გაიზრდება, B. 5ჯერ გაიზრდება, C. ერთჯერ შემცირდება. ეს ცოტა იუმორთან არის კავშირში. D. 9ჯერ შემცირდება. მაშასე, წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ კარგად ლოგიკურად აზროვნებს ბატონი გიორგი კუტიბაშვილი მე-10 კლასი. ბატონ გიორგი, გისმენთ? A დავაფიქსირე. სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია. A. სამჯერ გაიზრდება. ფინალური ტურის მესამე შეკითხვა. ეკრანზე. სააზროვნო შეკითხვა. მარინისტულ ტილოზე გამოსახულია A. ბავშვები, B. მოგზალებული შიშველი ქალები, ეს ალბათ იუმორთან, ალბათ მაშინ მე ეწერათ მოგზალებული ტიტლიკანა ქალები. C. ზღვის პეიზაჟი და D. მთები. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი. წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და მე-11 კლასი. თათია ლოლუა, თბილისი, კერძო სკოლა GLC. რა გადაწყვიტეთ? დავაფიქსირე C. ზღვის პეიზაჟი. მაშასე, სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C. ზღვის პეიზაჟი. ფინალური ტურის მე-4 შეკითხვა. ეკრანზე. რა ქვია ორი ერთმანეთის საპირისპირო შესაძლებლობებიდან ერთ-ერთის არჩევის აუცილებლობას? ორიც კი არ შეიძლება იყოს, ძირითადად ორი, მაგრამ შეიძლება მეტიც იყოს. საპირისპირო შესაძლებლობებიდან რომელიმეს არჩევას რა ქვია? A. დილემა, დილემის წინაშე დგასო ადამიანი. A. აქსიომა, C. ალტერნატივა და D. D. არადანი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაერთო. სწორი პასუხი. ეკრანზე. და სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, C. ალტერნატივა. ფინალური ტურის მე-5 შეკითხვა. ეკრანზე. სჯობს სიცოცხლესა, ნაზრახსა, სიკვდილის სახელოვანი. ვინ ამბობს ამ სიტყვებს? A. ტარიელი, B. ავთანდილი, C. როსტევანი და D. თინათი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი.
გამოიწურა ეს სიტყვები ანდერძიდანაა და თუ ვინ ამბობს ამ სიტყვებს თავის ანდერძში ახლა კიდევ ერთხელ გავიგებთ. მაშასე სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია ბეავთანდი. სანამ რეიტინგს გამოვაცხადებდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, აქვე ყველა თითოეულ მონაწილეს თხო საკუთარ ადგილს დაუბრუნდეს, რადგან სპეციალურად მათთვის და სპეციალურად თქვენთვის ახლა იმღელებს ანსამბლ ეტალონ კრუიზის სოლისტი, ამ დროს ფილარმონიის სოლისტი, ბატონი ჯაბა მესტვირიშვილი. ამ ადამიანის ხმა ხშირად გაგიგონიათ სხვადასხვა რადიოების ტელეეთერით, მაგრამ ახლა უკვე დრო მოვიდა, რომ ის პირადად გაიცნოთ. აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ გადაცემაში არის სიმღერის პრემიერა. სიმღერის ავტორი გახლავთ ბატონი ნუგზარ თუშიშვილი. ეტალონ კრუიზს კი ხელმძღვანელობს შოუ ბიზნესში ძალზე ცნობილი გვარის ადამიანი, წარმომადგენელი. ეს გახლავთ ბატონი მელაძე. ხომ არ მეშლება ბატონი ონისე მელაძე და სიტყვები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, ქართული ჰანგები ეთერში. მიყვარხარ დედა საქართველო, შენი დიდება წინდება მოდის ნანატრი თავისუფლება ღმერთმა ეს ასე ინება გიმღერი შენ მამულო ჩემო გინათებ შუქი ნათელი ჩემი იმედი საფიცარი ხარ ერთადერთი ღერწელი ხარ სამშობლო ჩემო ჩვენთან ასმერტი სამშობლო ნეტარება ჩემო გირიმის მარადისობა სამაყოა შენი შვილობა შენ ხარ იმედი ღირსება მიგიწვის ჯვარი მასხობისა შენს გაფრინებას მოველი თვითონ შენახარ თვითთვის მშობელი შემი თმენახარ შემი იმედი საფიცარი ხარ ერთადერთი ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასე მღერიან საქართველოში და ხაზგასმით მინდა ვთქვა, ასე მღერიან ყველასათვის კარგად ნაცნობ კომპლექსში, ასე მღერიან ანსამბლ ეტალონ კრუიზის წარმომადგენლები. აუცილებლად გაატარეთ დაუვიწყარი ეტალონი მაღალი დონის საღამოები კომპლექს კრუიზში. ახლა კი ვთხოვ სტუდიაში მხოლოდ
ფინალისტები, პიურპიტრებთან მხოლოდ ფინალისტები დარჩნენ. მე გამოვაცხადებ რეიტინგს. რეიტინგის გამოცხადების შემდეგ კი გამარჯვებულ სპეციალურ დასტურს, დიპლომს გადასცემს ადამიანი, რომელსაც უკვე საქართველოში კარგად იცნობენ, ბატონი გოჩა ცინცაძე და ხაზგასმით აღნიშნავ, დღევანდელი გადაცემის გამარჯვებული წლის ეტალონ თამაში მიიღებს მონაწილეობას. მაშასე მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. გიორგი კუტიბაშვილი 15 ქულა, ელენე ჭიჭინაძე 17 ქულა, თათია ლოლუა 22 ქულა. მიულოცეთ გამარჯვება დღევანდელი გადაცემის გამარჯვებული გახდა თათია ლოლუა, თბილისი კერძო სკოლა ჯიასი. 11 კლასი, ის აუცილებლად წლის ეტალონ თამაში მიიღებს მონაწილეობას. მე კი ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ამით გემშვიდობებით არ დაგავიწყდეს, რომ ამერიდან უფრო მოსახერხებელ დროს ყოველ კვირას დილის 10-ზე გაიღვიძებთ თუ არა 1 საათი გამოყავით ეროვნული განათლებისთვის. განათლება და ღირსება, ეტალონი, განწყობა, რომელიც ყველას სჭირდება. მომავალ შეხვედრაზე. ხადია, გილოცავთ გამარჯვება, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ჯილდოს გადმოცემა. ვიყავით პირველი ცხოვრებაში, ყოველთვის არის წინ, ყოველთვის ხოდეს იმის განსა, რომ კაცობრიობ ჭიანი იქნებით, ვიდრე თქვენ წარმატებული. ძალიან სასიამოვნოა. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მომხადო ეტალონს და იმედს, რომელზეც გადის ეს პროექტი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავხადო სკოლის დირექტორს და ჩემ დამრიგებელს მაია გუჩინას და რა თქმა უნდა მშობლებს და კლასელებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ დღეს. დიდი მადლობა. საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი, მკურნალობა და დიაგნოსტიკა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, ექსკლუზიური ფასები. ეტალონის თანამოაზრეა APM ტერმინალ სპოტი. საიმედო გზა გლობალური ეკონომიკისკენ. ეტალონის სპონსორია ახალი ნათება. წლის ეტალონ მასწავლებელს ავტომობილი საჩუქრად. ეტალონის მეგობარია კულა 100%-ით ნატურალური ქართული პროდუქტი. ეტალონის სპონსორია ტკბილი ქვეყანა. ბალუ და თუნიას ჰაეროვანი ბისკვიტი, ტკბილი ქვეყანა. ეტალონის პარტნიორია გურამ თავართკილაძის სასწავლო უნივერსიტეტი. კარიერას ვიწყებთ დღეს. ეტალონის თანამოაზრეა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სორიბას ეკრანზე.